სახელითა მამისათა დაცისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი არც და იყოს ყველას გილოს ავთამდიდებულ დღესასწაულს სვეტიცხოვლობას ცხეთობას ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ რა წმინდა ადგილია ეს არის ის ადგილი სადაც დაკრძალული იყო ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა ეს არის ის წმინდა ადგილი სადაც იყო დაკრძალული ღვართი უფლისა სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურთხებოდა სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათოლიკოს პატრიარქი და ეპისკოპოსი იმდენად წმინდა ადგილია ეს სვეტიცხოველი რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა მან დატოვა ანდერძი რომ არ დასაფლავებულიყო აქ იმიტომ რომ უღირსად ცვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ სადაც სამთავროს მონასტერია მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში და ყოველი ადამიანი რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით გრძნობს მადლსა უფლისასა გითხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი უფალი რომელიც გვაძლევს ამდენ მადლსა ამდენ კურთხევას უფალი მოგკითხავს ყოველ ჩვენთაგანს ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ხალხში გამტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი სიყვარული და სასოება ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა მადლი მოგცეთ ღმერთმა ინებოს რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში ჩვენთან არის ღმერთი არც და იყოს საკვირველი ხალხი ვართ აი ერთ მოძღვარს გადაუწყვეტია რომ სამეგრელოდან წამოსულიყო ფეხით სვეტიცხოველში ეს არის დეკანოზი გიორგი ბასილაია 6 დღე იარა წვიმაში უამინდობაში სიცხეში და გუშინ შუაღამისას მოიდა მარტვილიდან წამოიდა ფეხი და 6 დღე იარა მე ვლოცავ ამ მოძღვარს ამდილად დიდი ღვაწლი გასწია და ეს მადლი რომელიც მან მოიპოვა ამ ფეხით წამოსვლაზე ეს შეეწევა მთელ საქართველოს ამიტომ მე ვითვალისწინებ მის დიდ ღვაწლსა და დეკანოზი გიორგი ბასილაია დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით აქციოს
ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრები. ჩვენ ულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს და მე მინდა მიულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება ბატონო გიორგი. და ეხლა მობრძანდით და მიულოცეთ ხალხს სვეტი ცხოვრება. თქვენო უწმიდესობო, პატივცემულო, ჩვენო თანამოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. დიდი მადლობა, მრავლს დაესწარით. ჩვენ ყველას მივოცავთ ამ დიდებულ დღეს თქვენ და მთელ საქართველოს. განსაკუთრებით ულოცავ ქართველებს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ულოცავ აფხაზებს, რომელნიც მოწყვეტილი არიან დროებით, მოწყვეტილი არიან და მალე ჩვენ ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. ჩვენთან არს ღმერთი.